მე და ქიმერა ახალი კარვით ფიჭვნარში ძლიერ ყინვას უნდა შევეჭიდოთ. მოვიმარაგეთ უამრავ შეშას და მოვამზადეთ უგემრიელეს საჭმელებს. ჩაუჯექით მეგობრებო, წინ გელოდებათ საინტერესო ვიდეო. შორს ვიღაცას ანთებული აქვს ცეცხლი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wilds, ჩვენთან ერთად არის ქიმერა, მონატრებული კაცი. მეგობრებო, ძლივს წამოვედით კიდევ ერთხელ ტყეში. და წინ უფრო ხშირადაც წამოვართ. დღეს ვიქნებით ტყეში, ჩვენს გარშემო არის უზარმაზარი ფიჭვნარი, სადაც წამოღებული მაქვს ჩემი ახალი ზამთრის კარავი. საკმაოდ დიდი კარავია, დღეს ვიქნებით მაგარ კომფორტში, მაგრამ წინ გველის საკმაოდ კაცრი ღამე, გვექნება ძალიან დაბალი ტემპერატურა, როგორც ამის პროგნოზში ვნახე, -9-ს მიჩვენებდა რა და ქარიც ემატება ამ ყველაფერს და ვნახოთ აბა რო რამე თერმომეტრი მაქვს და შევამოწმებ ხოლმე. ახლა კარავს გავშრით და მე უკვე გადავალთ შეშის მოპოვებაზე, ჩაუჯექით და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. მეგობრებო, თოვს მოვაშორებთ მაინც, თოვს ტოტებს და ეს დარჩება რაცაა რა. დღეს ამ შრალი ყინვა არის, თოვლი რომს დარჩენილიყო, კარავს არ დაგვისველებდა ჩათვალეთ. მაგრამ მაინც მოვაშორეთ. ქიმერ ცოცხი უნდა წამოგვეღო რა. ვერ მოვწერ. დიდი თოვლი არ დევს, მაგრამ აი ეს არის კაი რა, მშრალი თოვლი. ესე ფქვილივით რო არის. შესაბამისად ყინვაც კარგი არის უფრო მაგ დროს, ნაკლებად სველდები. ერთი ისეთი რაც იქნება ცოტა გამართულებელი, ღამით იქნება უფრო ქარი რა. ახლაც ქარის ხმა თუ გესმით ზემოდან, მთის თავზე გადადის გადმოდის და ეგ უფრო ტემპერატურას აგდებს, მაგრამ რო რამე ყველანაირად მზად ვართ, თბილი საძილე ტომარა, უმაგრესი კარავი და ამბები. დღეს გასატესტად წამოვიღეთ ჩემი ახალი კარავი. სპონსორისგან არის ეს Kemshare-დან და ეს არის Alps Mountaineering-ის კარავი ოღონდ. ამჯერად სხვა, წინა კარავი გახსოვთ, კარგად გამოვიყენე ძალიან. ეს არის 4 სეზონიანი, ოღონდ უფრო გათვლილია ზამთარზე, ბევრად სქელი მატერია, საკმაოდ დიდი ზომის არის და ვნახოთ, აბა ამ ღამეს იმიტომ წამოვიღე, რომ უფრო განსაკუთრებულად ცივი პირობები იქნება, ქარი, ყინვა და უფრო კარგადაც გაიტესტება რა. კარავს რო გავშნი, მე გაგაცნობთ კარავზე რაღაც ინფორმაციას. ეხლა ეს თავისუფლად ჩაეტევა 1-4 კაცი? თუ ვერა? გავშნი და ნახავ, ზოგადად 4 კაციანი არ არის, მაგრამ ვინახავ. იმე რა იცი რა ქენი? აი ეს დაუყევი გვერდებზე და უყურე აი ეს ჩაუწიე. მეგობრებო, ამას ისიც აქვს გარშემო აი ქარისგან დამჭერი თოკები რა. აქ რო აბავ და სოლებით რო არჭევ გარშემო და ფიქრობ ეგ გავაკეთო თუ არა, ყველა დროს ხო წაგვართვეს, იმიტომ რომ თავზე რო ვიყოთ, უეჭველი უნდა გააკეთო რა და ქვემოთ ვართ ტყეში და არ ამგონია ღამით აქ ისეთი ქარი ამოვარდეს, რომ აი კარავი მით უმეტეს შიგნით რო ვიქნები და ნივთები გვექნება წაიღოს. სათავსო ბადეს დავაყენებ ზემოთ, რომ რამე ღამე ან ტელეფონი შევაგდოთ ან რამე. ეგ არის და ახლა გავშალოთ ქიმერ საწოლები. შემოვიტანოთ ძირსაგებები. ეს ცოტა კიდე შეიძლებოდა ამის გაჭიმა. აი იქით. აუ მაგარია, შეგინ ნახე რა მაგარია. და ფერის როგორია? მეგობრებო, კარავზე რომ გითხრათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, მოკლედ ეს არის Alps Mountaineering-ის კარავი, ტასმანიან 2 ქვია კარავს. ცენტრის სიმაღლე არის 115 სანტიმეტრი, წონა არის 3.5 კილოგრამი. ნუ ზოგადად სუბუქი აღარ ქვია ამას უკვე.
მაგრამ როდესაც შორო ლაშქრობაზე მიდიხარ რამდენიმე დღით, კარგი დიდი ზომის და თბილი კარავი ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. ძირი აქვს 1500 მმ-იანი, ანუ უფრო სქელია ვიდრე ჩვეულებრივი კარვის ძირი. სქელი ძირი კი კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ხარ მაგარ ძლიერ ყინვაში, იმიტომ რომ აი თხელი კარვით თუ გძინებია ყინვაში, ძალიან დიდი სხვაობაა ამასა და იმას შორის. ფერი მაგრად მომეწონა, თვითონ აი მასალად კაია რა, ხელით რო ეხები, ორი კარები აქვს, როგორც დაინახეთ. ვენტილაციის თემაში ძალიან კაია ორი კარი. მარტივად დასაწყობი იყო. ორი დიდი სათავსოა წინაც და უკანაც, შიგნით ჯიბეები, თავზეც საკიდი, მოკლედ ბევრი რაღაც აქვს რა. დანარჩენს უკვე მთელი ღამის განმავლობაში გავტესტავთ. საერთო ჯამში რაც აგიხსენით, მნიშვნელოვანი რაც გითხარით ეგაა და სხვა მხრივ მომწონს. აქ ზემოთ საკე ვენტილაციის თემა და ასე შემდეგ. რო უწესასწობია. მაგარია. ას რაღაცა კილოზია გათვლილი და მართლა კარგი სკამია რა. სკამის სიამოვნება არ თქონია აქ. აი ეს ეგ. ყოველ შემთხვევაში. ხო. ეს უფრო დამახომე მანქანით ლაშქრობაზე რა, მაგრამ დღეს რატომღაც მუღამი მქონდა. როგორია? ვაფშე სხვა კომფორტია რა. კი, ძალიან კაი არის. საკაიფოთ რომ დაღლილი, აი შო რა გინდა ეხა. საკაიფოთ რომ დაღლილიყო ტყეში. ეგ ადამიგდეო. წავედი მეგობრებო შეშაზე, გადავინაწილეთ მე და ქიმერამ ტერიტორიები, სადაც წაქცეული ხეები არის. ეგეთ ადგილებში ტოტები უნდა გავაცალოთ რა, რომ აი ძირს რაც ეგდება, ეგ სველი იქნება. გაცლილი ტოტები კარგია, ცეცხლის დასანთებად მშრალია უფრო და უფრო კარგი ხმელია რა, დამპალი არ არის. ესეთი ტოტები მინდა მოკლედ. ხელი დამისვადა და ცურავს. ადრევე რო არ დავწვეთ მე და ქიმერა დაღამებამდე რა ჭირდება კაი დიდი ხანგრძლივი ცეცხლი შესაბამისად ასეთი წაქცეული ფიჭვები რომლებიც შიგნიდან მშრალია იდეალური წყაროა იმისა რომ კარგი კოცონი დაანთო ზამთარში ძირითადად ვანთებ ხოლმე აი მორების ცეცხლს ინგლისურად rockfire ყველაზე მაგარი რაღაც არის რა
აუ რა საოცარი სურნელია. მიყვარს. აი ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიყვარს წიწვოვან ტყეებში ლაშქრობა, ნაძვნარში, ფიჭვნარში ის არის, რომ აი ეს საოცარი სურნელია რა. ჯერ ხო საოცარი სურნელია მართლა სიამოვნებს ადამიანს და მეორე კიდე ჯანმრთელობისთვის არის ძალიან კარგი, ფილტვებს წმენს. ზოგადად მეტალზე დარტყმა არ შეიძლება, მაგრამ სუბუქად და მით უმეტეს მორასთვის ეგ არაფერია. კვარი უნდა დავაპო, დღეს ვაზელინის ბურთული არ მაქვს წამოღებული. ხოლო დასანთი და კვარი, ცეცხლის დასანთება, ეს კვარის ნუ აქვე მოვიპოვეთ. ასეც რამდენიმეს გავამზადებ, რომ მარტივად აალებადი იყოს. ვაზელინის ბურთულების გარეშე ასეთ ყინვაში ყოველთვის რთულია. მაგრამ როდესაც საქმეში ერთვება კვარი, მე უკვე აღარაფერი რთული. აი ამას კიდევ მეგობრებო, ხის ფისი აქვს და ესეც მაგრა დაალდება. მოდი ქიმე რა სასიამოვნოა მაგერც ისედაც მივაწყობთ. საღამოს ცეცხლას კამები ჩემოვსხდებით. ჩვენს ხორცს გავამზადებთ. ეხა ჭამის მეტი არაფერი არ მით. ვიждებით მაგარ სითბოში. მომიტანეთ აისონ. პირდაპირ ვაპირებთ, რომ კარტოფილები ჩავდოთ სეტკაში და ხო, გაშალე? შევბრაწოთ. ჩიფსები ვით გვექნება რა, იმის მოაჭრი. კარტოფილზე უკვე ნერწმუნებს. მეც მაგრამ მომშივდა. მოდი ამე შენ მოგცემ ხოლმე და ჩააწყე. აი გავშვე.
ამას ატრიალებს ქიმერა. დიდი ხანი არ დარჩა რა. სად იქნება მალე. უკვე გაუშვათ. ამასაც მაგრაშია. ხო, ცოტა ხანის და გაუშვათ მართლა უეჭველი. თბილი იქნება და გემრიელი. ამაზე. თუ აქ იმას ხუნს ჯობია. ბიჭო, დანით აიღე და დაიდე. ოკეი. აბა ერთი გავსინჯო. ცხელი ხოა, მაგრამ ძალიან კაია. კანიანას ჭამ? თუ გინდა გააცარი, რაც დანშავია. ასტორებს კანიან ჩათვალე მექსიკური კარტოფილია. აიშონსაც მოეწონა. რა ვიცი რომ მე ხორცი გველოდება. ვაფშე ვერ ვიცი. დიჟივით. კაცების რიტუალი. მალე მეც დაგეწვევი. მიდი ქიმერა. ქიმერა აგე ვერ ეშვება რა. გამოვაჭერით მე და ქიმერამ შეშარო შევაგროვოთ. რამდენიმე მორი გვაქვს დატოვებული ღამისთვის და უკვე რომ მოუშორებთ ყველაფერს და დავждეთ ცოტა ხანი დაწოვრამდე და ახლა ისე ამხეს მოვადექი. წავაჭრი წვრილ და მსხვილ ტოტებს რო გქონდეს. ქიმერა ნაჭერი იყო ეს? რა ქვია? ჩალაღაჯი. ესე დავსერავ რო სეტკაზე ცოტა უკეთესად. ეხლა გვენდომება კარგი ნაკვეშჩხალი. ურა ჩალაღაჯია. გამოუში სუნელები. აჯიკაია სვანური მარილი. ადრე უკვე უმაჩევჭა მისი გამოიყურება. კონდარი. ზოგადად კონდარი ხორცს განსაკუთრებულად უხდება რა. კარგ მომზარეულებმა მასწავლეს. კეპერი აქვს? კი. გემრიელად იწვება ჩვენი ხორცი, ეს გამოა საკმაოდ წვნიანი. ქიმერისე შენ სტეიკი როგორი გიყვარს? ალბათ მედიუმრი არის მაღლა რა. ოდნა უფრო შემწვარ ესე იგი. ოდნა უფრო შემწვარი. მე მედიუმსაც ვჭამ. სტეიკი იყოს და ვინ დაეძებს. ეს კაი გამოა, თან ახლა ამას ძულიანი ის რო აქვს. ხარ ემთვალს რომ მოკიდებ ხელს და მიდი. აქ ნახეთ მეგობრებო რა ხდება. ხორცის არომატით და სუნით აი ამ ყველაფრისაც აქ ტრიალებს გადავახლა პურზე და
რა მაგარი იქნება. აი ასეთია, ესეთი წესით მოგწონს. კი. ურა მეჭრები. იმე რა წვენი გასდის. აბა, დადგა შამი და მომენტი. ეს პურები ესი გადადე. აჯიკ აგე შუაგულში მოაქციე. აუ ქიმი რა კაია. ყავის ხარჯა შეგხვდება, ყავი დატოვე და გადააგდე. სასწაულია რა თუ ვაჭარბებდე. ყველაფერი როგორ მოუხდა? აი მე რა შეძახე. პირველ ადგილას ვაყენებ, რაც კი გავუკეთებია ერთად. მაგაზა მაგარია. ურბილესი ისეთი წვნიანია რომ მთელი დაფა დაასველა და ძალიან გემრიელი. უნდაძეს ხორცია. ზედა არ მიდა თავისორო ქიმე და ნაჯახით ვიფხე. დობრა. თვალი ბოლოსთვის გემრიელი ნაწილი. შემგუნი ერთი ბანკა აჯიკაია შეჭამე. ო. მაგარი გამისწორდა. ხორცი აჯიკაიას არ ახარებს ზოგადად. აისონს ძალიან უყვარს ქიმერა. ჩაუხდა კარტაში. ვაიმე. მეგობრებო, ახლა არის -5 გრადუსი. მინიმალური იქნება -7, მაგრამ მეტი არა. როგორც გადავხედე, ყველაზე სანდო ამინდის აპლიკაციას მსოფლიოში ასე აჩვენებს ამ კონკრეტულ წერტილზე. კომენტარებში მიწერთ ხოლმე სათითაოდ ყოველთვის გპასუხობთ, მაგრამ აქაც გეტყვით. Y არის წერტილი no. ნორვეგიული საიტი არის, სადაც იმყოფები იმ კონკრეტულ წერტილზე ზუსტად გიწერს ამინდს. არასდროს არ შემცდარა ეს აპლიკაცია რაც მოქვს და ყველაზე სანდო არის რა ჯარისკაცებიც ამას იყენებენ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე თვითონ მითხრა სპეცმა და სვინ რას იყენებს არ ვიცი. დღეს ვარსკვლავიანიცა გვაქვს სუფთა. 3 კაცი ზის კამზე და უყურებს ცეცხლს. მესამე კაცის კამზე არ ზის, მაგრამ ეს ცეცხლს უყურებს. ფეხების რიტუალების რომ მოვიდეთ აი ეს ხო. შეუშვიროთ ფეხები? შეუშვირე მიდით აი ეს როგორ მიყურებს. დროა კაცად მოინათო. თან თვალეს მომენტებში რაღაცას რო იტყვი შენ კენი მოშვება. აი ესო.
ესე გამხედე. დავიძინეთ მალე ჯიგარო. ვიითიშა ტაისონის სიტყვაში. კოცნას არ მასავს კიმერ ტაისონი. როგორ ჩაღუღუნდა მეგობრებო თქვენ არ იცით და სძინავს. ისიც ყორელი არის. მეგობრებო, აგერ მე და ქიმერავთ, გავართ ლაპარაკობთ რა და არც ხმა გაგვიგია არაფერი, ნახეთ. შორს ვიღაცას ანთებული აქვს ცეცხლი. ფანარიც თუ დაინახეთ არ ვიცი. რა და არც ხმა გაგვიგია ადამიანის არაფერი რა. შორსაა ტყეში საკმაოდ. აი წერტილად ჩანს, არც მანქანის ხმა გაგვიგია, არც ადამიანების ხმა, პირდაპირ ცეცხლი დავინახეთ და რა იცი ვინები არიან, მაინც ყურადღებით ვიქნებით. მეგობრებო, აზრზე არ ვართ ვინ არის, იმიტომ რომ არც ხმა გაგვიგია არაფერი. მაინც ისე ყურადღებით ვიქნებით. აქედან არ გამოუხმაურებულ ვართ. ხო არ დაუზახებ ახლა ვინა ხარ თქო. მაგრამ ყურადღება და სიფრთხილე მაინც ყოველთვის ჯობს, იმიტომ რომ დაიმახსოვრეთ არავინ არასდროს არ არის სანდო. განსაკუთრებით ესეთ პირობებში 1000 საშინელება ხდება. სანდო არის აგერ ტაისონი და ქიმერა. ვიღაც ახალი მეგობარიც კი არაა სანდო. ისეთი ცხოვრება გვაქვს ეგრეა და რა უყოთ. სანდო არის ოჯახის წევრი და კაი ძმაკაცი. არ შორდება მოკლედ, არ შორდება. ასე იქნება. რაც დაიწება, ამ ყინვაში მე გაჩერდება, ადამიანის გარშე ჩერდება ყველაფერი მეც. მე ნაკვერცხას დატოვებს და დილას ავდგები, ჩემებურად ფიცარს დაუბერავ და ეგ არის. ჩემილეები დაიფუშა მეგობრებო ერთ-ერთ ლაშქრობაზე წიწვებზე მეძინა გემახსოვრება თქვენს უყურეთ და მგონი მაშინ გავაფუჭე რა რაღაც ჩერჭოვეჭველი იმიტომ რომ გაბერა ცოტა ხანია და მე იშვებს ახლა შესაც გავშვი ქიმე ძალიან თბილა მეგობრებო აქ. აი სახლივითაა რა. წეგან ქიმერამას თქვა გათბობის გარეშე რო იყო სახლშიო, ეგეთი თემა არის. ხელებით ამოყოფილი ყო შეკრულიც არ მოხს ხელით. და ამ დროს გარეთ არის -7. მაგარია. თავმტკივა მარცხენა მხარეს მაგრად რა. ზოგადად საჭმეს დაუკლებ ხოლმე ან დამიგვიანდება, მე მეწყება ეგეთი ტკივილი და არ ვიცი. ჩანთა გარეთ მაქვს სამედიცინო დახმარებაც იქ არის. გასვლა თუ მომიწია ღამე რამეზე გავალ თუ კიდე მეტკინა დავრე და ეხლა მაგის გამო თქვა მეზარება დაწინებულს ისედაც ვერ ვიგზნობ თავის ტკივის რომ ტკიოდე საიდარდი. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და რამე არ გაგვაღვიძა პირდაპირ დილა შეგეხმიანებით მეგობრებო. ასე თბილად დავიძინებთ. აბა ტკვილი ძირი დილამდე. გათენდა 8 საათია. აუ ტაისონი გაგიჟებულია გამიშვით მალე. არა, მე გაგიღებ.
დაგველოდე. ქიმერა როგორ გეძინა, აბა ფისათხარე. გაჩე ბიჭო. ახლა ვიაღუზებულო ფლეშმა და უი, ამოტრიალებ გაგსაძინეტო რა. მართლა კი, იმენი ვიტრიალე. აი სუნი 10 ჯერ შემომიძვრა გამაღვიძა ვიდეოში. თავიდან ბიჭო თუდად ფეზინა და მე დავამუღამე რაღაცა ტოჩკებით. და მე დაამუღამე ხრინვაც. ხრინავდი? კი, კიდე. მეგობრებო, გამოვედით გარეთ, არის მაგარი ყინვა. აი ამ პერიოდში ღამის ალბათ შუა ღამიდან აქამდე იქნებოდა -7 რა. კარავში ძალიან თბილოდა. აქეთ ამხარე თან სხვათა შორის ღია გქონდა რა. მე ხო არ გადავჭიმე და რაღაცა, უბრალოდ გავშალე. ამინდის თემაში და აი აქეთ ამხარიდან მქონდა ცოტა ყინვა შემოტანილი, თორე სხვა მხრივ ძალიან მაგარი სითბო იყო. აი, ხელებიც რა მოგიყო, პრობლემა არ გექნებოდა. ძალიან კარგად გვეძინა. თორე ზემოდან სულ გაყინულია, აი ყინულის კრისტალებს კი დაინახავთ. გავაღვიძეთ კოცონი. უბრალოდ ისეთი ძლიერი ყინვა იყო, რომ აი სულ ფერფლიღა დაგვდა რა. ეს არის სულ პატარა ნაკვირცხლისგან გაღვივებული კოცონი ხელახლა. შეცვლი რა ამინდი, ახლა შევამოწმე ამინდის აპლიკაცია და -8 ეწერა უკვე ამ კონკრეტულ წერტილზე რა. ესე იგი -1 გრადუსით მოუკლია კიდე. კოცონთან ყველაფერი კარგად არის. მოკლედ, კარავმა კარგად იმუშავა, მით უმეტეს იმის კოლობაზე, რომ აი ეს მხარე სულ ღია არის. წინა მხარეც ბევრად ღია იყო, ნახეთ. აი მაგ ყველაფრის კოლობაზე მაგრად იმუშავა, ამიტომ სხვა დროს ძლიერ ყინვაში და რაღაც გიჟურ პირობებში ამის იმედი ჩვეულებრივად მექნება. მეგობრებო, ჩავბარგდით, დავკეცეთ კარავი. კარვის დაკეცვა თან კარგი იყო ახლა ქიმერაც რა იყო, თორე მარტო მაგარი რთულია ხოლმე. მე მიყვარს ძალიან იდეალურად რომ ვკეცავ რა, არ მიყვარს ჩატენო. მოკლედ მეგობრებო, გადადით ქიმერას არხზე, ვინც არიცით, გამოიწერეთ. ჩვენი ინსტაგრამებიც მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში და თვითონ ვიდეოშიცვე. თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, ვისაც ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ გინდათ მოიწონეთ, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. 300.000 გამომწერამდე ძალიან ცოტა მიკლია რა. 300.000-ისთვის ვფიქრობ, რაღაც განსაკუთრებული უნდა გადავიღო რა თქმა უნდა. უკვე აღარ ვიცი რა გადავიღო განსაკუთრებული, იმიტომ რომ გონი რასაც ვიღებ, ყველა განსაკუთრებული არის. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ უკვე. ხალხმა მოგიფიქროს რა. რაც ზამთარი დავიწყე. და რავი მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად. აბა კარგი.